მოგესალმებით მეგობრებო, პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ ზომბი აპოკალიფსის მე-10 ეპიზოდს. ეს არის მეგობრებო პირველი სეზონის დასასრული. თუ მოგეწონებათ მეგობრებო ვიდეო დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ვიდეო. ვერ ვიცინებ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. თარბუს ხვევების დამეწყო. ჯანდაბა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. გეხვეწები საჭველი მაინც ჩამომიგდე. გთხოვ. მძევას მოშივდა. ძალიან ხარ მოგშივდაო. ერთ ვიჭამე. რამე უნდა ვქნა, ჭამო ერთი ხორცი, მეტი აღარ მშია. რამე უნდა ვქნა. დავიდი სადმე დავიდნენ ხუთახანი. დასვენება არ მაწყობს. ახ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, რა გავაკეთო? რა ხდება? ეს რა სახლია? ძმაო, ჩვენ კი ვართ პოლიციელები, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. აქაურობა უნდა ავაფეთქოთ, რადგან ზომბები მოვკლათ. თუ არა და ისე ვერ გადავრჩებით. კი, ძმაო, უნდა ავაფეთქოთ ყველაფერი. ის ბაზარო იყო, ეგეც ავაფეთქოთ. ეგეც კაი იქნება. კი. აქ რა საკეთებთ? რა ვინახარ? დროზე იარაღი დაყარე და ჩაგვბარდი. პოლიციელები ვართ. არა, უნდა გავიქცე. თავს უნდა უშველო. დავაიტროულად უნდა გავიქცე აქედან. თორე ესენი დამიჭერენ. მოდი აქ, სადმე მიხარ, მოდი აქ. რა ხდება? მოდი აქ, ბიჭო. კარგი, არა უშავს. ჩვენ ახლა აქაურობას ავაფეთქ და მოკვდება. ვაიმე, აფეთქებას აპირებენ. აქ მგონი საფრთხე მემუქრება. თვითფრინავო, აფეთქების დროა. ვაიმე, რა ხდება? რა აფეთქება არის? ვაიმე, ზომბი არის, ძლივს გადავდივარ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. გონი ვერ გადავრჩები, თარბუც მეხევა. ამავე აქ როგორ აღმოჩნდი, ეს რა ადგილია? ვერ ვცნობ ამ ადგილს, ვაიმე. მალე შევიდე. რა ოთახია ეს, მალე შევიდე. ვაიმე, რა ადგილია ეს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ვიბრიდები, რა მჭირს, რა ხდება? როგორ დავსუსტდი? ტყვეთ როგორ ამიყვანა ვაფშე იმ კანიბალმა ნერვები მეშლება, რა აფეთქება მოხდა ესეთი. ეს ადგილი როგორ ჩანს გადარჩა. აქ რა არის, მოდი ვნახო. ოპა, რა კაი ნივთებია, მოდი გადმოვიტან ყველაფერს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ვიბრიდები. როგორ დამემართა ტყვეთ, როგორ ამიყვანა იმან. მოდი ახლა აქაურობას გავასუფთავებ. მე მირჩევნია რომ გავასუფთავო აქაურობა და რომ უსართხოდ ვიყო ერთი სიტყვით და მოდით ზომბებო, გაგანადგურე, გაგიგდებთ რასაც ქვია. მოდი აქ, გაგანადგურებ. გავანადგურებ ამ ზომბებს რაღაც უკვე ენერგიაზე მოვედი ძალიან და გამოვკეთდი ასე თუ ისე. და კაია რომ გამოვკეთდი და ჩემი ძმა, ნეტა ჩემი ძმა როგორაა ტყეში რომ წავიდა სანადირო, სახლში შემოვედი. ყველაფერი კარგად არის. ვნახოთ რა იქნება. რაღაც მანქანის ხმა ისმის, რა ხდება ერთი? ვაიმე, ძალიან სულ მდგომარეობაში ვარ, ვაიმე, ძალიან სულ მდგომარეობაში ვარ, არა, დავარტყი მანქანა, ვაიმე, კიდე დავარტყი. ძმაო, რა ხდება? ძმაო, სათხარ, ვაიმე, სულ სისხლიანი გაქვს არმორი. ძმაო, წამოდი. ძმაო, წამოდი, მე დაგიცავ, წამო. გონებას კარგა, ვაიმე. არა, გონება დაკარგა, ვაიმე, გაითიშა ჩემი ძმა. ვაიმე, ჩემი ძმა გაითიშა, მალე უნდა შევიყვანო სახლში. შევიყვან მალე სახლში. წამოდი ესე. ახტომის თავიც არა მაქვს, მაგრამ ძალათი ძლივს ავხდი. დავწვევი რა ცოტა ხანი ძმაო და მე მოვიდე. ლოგინი რო არ არის. ლოგინი ბოდიში ძმაო. აქ ლოგინი არ ყოფილი, ლოგინი არა გვაქვს? არა, მეც არ ვიცი, მეც აქ მოვხდი რაღაც ააფეთქეს და გონება წამევიდა, თარბო მეხმეობდა და ძლივს გადავჭი და კანიბალი კიდე გაიქცა, პოლიციელები რო მივიდნენ, გაიქცა კანიბალი და არ ვიცი რა ხდება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ძმაო და ჩვენი მიწაზე მაინც ამოვწვევი და მომიღე. ძმაო, ჩვენი ბაზა დანგრეულია? გონი დაინგრა ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი აფეთქება იყო. დაინგრა თუ არა? აღარ გეტყვი ძმაო, ნახლა არ ვიცი, იმიტომ რომ ბაზაში არა, კი, გამახსენდა, უბრალოდ ცოტა ხანი ვეღარ გავიხსენე, ძალიან ცუდად ავარ ძმაო.
ვერც კი წარმოვიდგენ რა მოხდა. ხო მივედი ბაზასთან, მეთქი მონადირებული მქონა, გახარებული ვიყავი რაღაცეები და მივედი და აფეთქებული დამხდა ყველაფერი. ცალკე კიდე აფეთქებდე და მე ხო აფეთქებაში მოყვი, მანქანიანა გადავარდი, მაგრამ გადავრჩი. წამოვედი მე აქ. ძმაო, ჩვენი მაცხოვრებლები, ვინც მაცხოვრობდა, საბა ცხოვრობდა, ნიკა ცხოვრობდა და სამწუხაროდ ეგენის დაიღუპებოდნენ, ვერ გაუძლებდნენ. ძმაო, მე არ უნდა წავსულიყავი, მეიდიაში კანიბალთან არ უნდა წავსულიყავი ციხეში, იმიტომ რომ ჩავედი მერე გათხრილი ქონდა, ქვებით სავსე გათხარა ყველაფერი და მე ვიღაცას დაელაპარაკა, რომ მადლობა სახლი რომ აჩუქეო და რაღაცეებიო და ხო და ძმაო, ეს კანიბალი იქცა და არ ვიცით რა ხდება და პოლიციელებსაც შეეხება აფეთქება იმიტომ მოხდა რომ თქვენს რომ ზომბებს რო ვერ ვიშორებთო ესეო აფეთქება მაგიტო უნდა მოხდესო და რავი აფეთქეს ყველაფერი ხო მაგრამ ისიც უნდა ეფიქრათ რომ შეიძლება ადამიანებიც მოყოლილი იყვნენ ამ ყველაფერში აგი ძმაო ერთ რამეში მართლა გამიმართლა მე ხა მოვდიოდი საერთოდ არ ვიყავი საერთოდ არ ვიცოდი სად მივდიოდი ძალიან ვიყავი გათიშული და მიხარია ძმაო რომ გამიმართლა და აქეთ წამოვედი მე არ ვიცოდი გზა მაგრამ ისე მოვდიოდი პროსტა კიდე კაი მიხარია რომ შენთან მოვედი მიხარია პირველ რიგში ყველაზე ძალიან კი ბატონო ძმაო კაია ძმაო მაშინ ხვალ წავიდეს დღესოლა დავისვენოთ და ესე იგი მეგობრებო ეს იყო ზომბი აპოკალიფსის პირველი სეზონის დასასრული მეორე სეზონის მალე დაიწყება თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო და ლაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი ახლა კი ნახვამდის